სალამი მეგობრებო, მინდა შემოგთავაზოთ ბიტკოინის მიმოხილვა, ვნახოთ თუ რას აპირებს მსხვილი მონაწილე, რა გააკეთა, რას აპირებს და ასე შემდეგ. გარკვეული ანალიზი გავაკეთოთ, შემდეგი მისი ქმედებების, რა შეიძლება მოხდეს, აღარ გავწელოთ, გადავიდეთ გრაფიკზე, უჩვეულო ტრეიდინგ ვიუზე ვაკეთებ ამ ანალიზს, იმიტომ რომ ნაწილი მინდა შემოგთავაზო, ნაწილი ანალიზის გაკეთდება ტალღური მეთოდით, შესაბამისად ტრეიდინგ ვიუ უფრო მოსახერხებელია და კომფორტულია ამისთვის. ესე იგი, იმის შემდეგ, რაც მოუხსენით თებერვლის ლოუ, ფასი გაჩერდა, ფასის ვარდნა უпростоრედ გაჩერდა გარკვეულ დიაპაზონში. შემდეგ მოდით უფრო დაბალ ტაიმფრეიმზე გადავიდეთ. ხედავთ რომ შემჭიდროება მოხდა დიაპაზონის და გამოსვლა ამ ვიწრო დიაპაზონიდან. აქ შეგვიძლია როცა ესეთი სურათი იქმნება, აი მწვანე ხაზებს ხედავთ, შევიწროება უпростоრედ დიაპაზონის, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ვარაუდით აქედან საპირისპირო მიმართულებით გამოვა ფასი. რაც ვიხილეთ კიდევაც. შესაბამისად, ეს შევიწროება ნიშნავს იმას, რომ დაღმასვლა დროებით ან არ ვიცი, შეიძლება არადროებით, ასე ვთქვათ, საერთოდ შეიძლება გაჩერდა და შემოbrunება მოხდება აქედან ფასის, ჯერჯერობით ტალღური ანალიზით ამას ვერ ვიტყვი დარწმუნებით, მაგრამ გარკვეული დაღმასვლა ეს მომენტი, დაღმავალი ტრენდი გაჩერდა. გაჩერდა ამ დიაპაზონში, რომელსაც ხედავთ ნათლად. შემდეგ გარკვეული ბალანსი შეიქმნა, ხედავთ როგორ ისევ შევიწროება, ეს თუ იყო დიაგონალი ქვია ამას ტალღური მეთოდით. ამასაც ქვია დიაგონალი, იგივე დიაგონალია, ოღონდ ეს თუ ნიშნავს მაგალითად ბოლოში, როცა გარკვეული მოძრაობა და მის ბოლოშია ეს, აი დაღმავალი მოძრაობა იყო ძალიან მსხვილი, შემდეგ ფასი ჩერდება, შევიწროება ხდება დიაგონალი დიაპაზონის, ეს ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ მომენტში გამყიდველები დამთავრდნენ. გაყიდვები დამთავრდა. შესაბამისად, უკვე რახან გამყიდვები იმთავრდება, შესაბამისად ინიციატივას იღებს უკვე ყიდველი საკუთარ ხელში. პირველი იმპულსი ხედავთ ისევ ესეთი დიაგონალი, ამას ქვია უკვე საწყისი დიაგონალი, საწყისი გარკვეული, ანუ რახან ეს აქედან ხდება უკვე აღმავალი მოძრაობა იქმნება, შესაბამისად ეს უკვე არის საწყისი დიაგონალი, რომელიც მეტყველებს აღმავალი მოძრაობის ფასის შემოbrunების დასაწყისია. ეს ასეთი ტიპის, ასე ვთქვათ, ფიგურა ახასიათებს პირველ ტალღას, პირველი ტალღა მთავრდება, ეს არის ჩემი ვარაუდი, რომ აი აქ დამთავრდა ნიშნულზე 63,000 თითქმის, დამთავრდა პირველი ტალღა, შემდეგ ნახეთ 1, 2, 3 მოხდა ABC ტალღურ ანალიზში, ესე ხდება მისი მონიშნა, ABC 1, 2, 3, ეს მოხდა კორექცია და შემდეგ ახლა ჩვენ ვართ, ჩემი ვარაუდით, მესამე ტალღაში. როცა ჩვენ ვიცით პირველი ტალღის დასაწყისი და მეორე ტალღის დასასრული, ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ესეთი ინსტრუმენტი, ფიბონაჩის ინსტრუმენტია, ოღონდ არა კლასიკური ფიბონაჩი, არამედ ტრენდის მიხედვით ფიბონაჩი. პირველი წერტილი იქნება ტრენდის დასაწყისში, აი ამ აღმავალი პირველი ტალღის უпростоრად დასაწყისში, პირველი წერტილი, მეორე წერტილი პირველი ტალღის ბოლოში,
და მესამე წერტილი მეორე ტალღის ბოლოში. შესაბამისად, ამ ინსტრუმენტის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველი მესამე ტალღა, ანუ ჩვენ გვჭირდება სავარაუდო ნიშნულები იმისა, სად დამთავრდება მესამე ტალღა და სად გვექნება მეხუთე ტალღა. მესამე ტალღა მთავრდება ნიშნულზე 1 ფიბონაჩით, უკვე ამ ინსტრუმენტით 1, რომელიც 1 წამით ამას დავამაგრებ. რომელიც უდრის ნიშნულს 65000, აი აქ 65000, აქ იქნება მესამე ტალღის დასასრული, შემდეგ გარკვეული კორექცია, რა თქმა უნდა, მესამე ტალღის ბოლოს აუცილებლად იქნება კორექცია. ანუ მეოთხე ტალღა შეიქმნება. მეოთხე არის კორექციული ტალღა. მეოთხე ტალღა და შემდეგ უკვე ბოლო უკანასკნელი მეხუთე ტალღა. ესე იგი, ჩვენ როცა ვიცით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი 100%-ით არ არის, ანუ ერთ-ერთში არ ხდება, ასე, მაგრამ ძირითად შემთხვევებში ისეა, როგორც მეგეუბნებით. ნახეთ, მეორე ტალღა, ხო? აი მეორე კორექციული ტალღა. 2.7%-ით თუ გააკეთა კორექცია, სავარაუდოდ ძალიან დიდი ალბათობით. მეოთხე კორექციული ტალღაც იგივე პროცენტულობით გააკეთებს კორექციას. ანუ რახან მესამე ტალღის ბოლო იყო 65000, დაახლოებით 2.7% მოდის აი ამ დონეზე, 63.500 დაახლოებით, აი ამ ზონაში მოდის. მოდით, ჯობია დაგიხატოთ, ეგრე ბევრად უკეთესი იქნება, ანუ აქედან დაიწყო მესამე ტალღა, რომელიც გაგრძელდება 65-მდე, შემდეგ გარკვეული, ასე ვთქვათ, ასეთი ტიპის თუ სხვანაირი კორექცია და შემდეგ საფინალო მეხუთე ტალღა, რომელიც უნდა დამთავრდეს ნიშნულზე 60 ნიშნულზე კი არა და ფიბონაჩით 1.618 დონეზე, რომელიც თითქმის 67.500, ნუ 68-მდე მოდით დავამრგვალოთ. 68-მდე სავარაუდოდ ავალ ფასი. შესაბამისად, პირველი, ასე ვთქვათ, აი ამ კორექციული ტალღის დასასრული იქნება ჩემი აზრით 100%-ით, რა თქმა უნდა, მე არ ვიცი და არავინ იცის, რა მოხდება, მაგრამ სავარაუდოდ ნიშნული 67-დან 68,000-მდე. ეს იქნება დასასრული აი ამ კორექციის. შემდეგ, რა თქმა უნდა, სანახავი იქნება, რას გააკეთებს ფასი. ახლა კიდე გადავიდეთ უკვე ანალიტიკურ ტერმინალზე ATAS-ი, რომელზეც ვაკეთებ ხოლმე მოცულობით კლასტერულ ანალიზს და იქ უკვე გავაკეთოთ შესაბამისი ტიპის ანალიზი, ვნახოთ, რას გვიმზადებს მსხვილი მონაწილე. ახლა გადავიდეთ ATAS-ზე, ვნახოთ მოცულობით კლასტერული ანალიზის მიხედვით რა არის მოსალოდნელი. ესე იგი, ავირჩიოთ ასეთი ინსტრუმენტი, პროფილი, მარკეტ პროფაილი, იგივე volume პროფაილი ქვია ამ ინსტრუმენტს, ერთი და იგივეა. ავირჩიოთ, გადავიტანოთ ეს უკაცრავად გავავლოთ ეს ინსტრუმენტი აი ამ მსხვილ მოცულობით ზონაზე. რას ვხედავთ ამ შემთხვევაში? ვხედავთ, რომ 67,000 ეს არის მოცულობითი ზონის პიოსის ნიშნული. ამიტომ ჩვენი ანალიზი, ტალღური ანალიზი და მოცულობით კლასტერული ანალიზი ერთმანეთს ემთხვევა. იმიტომ რომ მე ვთქვი ტალღური ანალიზის მიხედვით 68,000, 67 ეს არ ნიშნავს რომ 67 შეეხება თუ არა ეგრევე
ვარდნა გაგრძელდება, შეიძლება 68-მდეც ეს აქვეა, ძალიან დიდი დაშორება არ არის 67-დან. შესაბამისად, დიაპაზონი 67-დან 68-მდე მნიშვნელოვანი ზონაა იმისა, რომ ყურადღებით შევხედოთ რა მოხდება მათ. იმიტომ რომ მაქედან ისევ შეიძლება გააქტიურდეს გამყიდველი და ისევ გაგრძელდეს დაღმავალი მოძრაობა. ეს რაც შეეხება კორექციულ მოძრაობას სადამდე შეიძლება მოხდეს. ახლა მოდით ამას წავშლი და შევხედოთ ზოგადად გლობალურად სად იმყოფება ფასი. ისევ ავირჩიოთ იგივე ინსტრუმენტი და გავავლოთ ისტორიულ მოცულობით ზონაზე მარცხნიდან. აი ეს ისტორიული მოცულობითი ზონა. მისი ფარგლებია ვამრგვალებ 60-დან 70,000-მდე. აი ეს დაღმასვლა, დაღმავალი მოძრაობა თებერვალში რაც მოხდა, კი არა და წინა წელს დაიწყო, არა, იანვარში დაიწყო წელს და თებერვალში დამთავრდა. თებერვლის ლოუ მოვიდა აი ამ მსხვილი მოცულობითი ზონის ფარგლებში. წინა დიდი ხნის წინ, სანამ ეს მოძრაობა როცა მოხდებოდა, ამას ვიძახდი, რომ შეიძლება მოვიდეთ ამ ზონაში და მოვედით კიდევაც. ამ ხნის განმავლობაში თებერვლიდან მოყოლებული ჩვენ ვიმყოფებით მოცულობითი ზონის, ისტორიული მოცულობითი ზონის, მსხვილი მოცულობითი ზონის ფარგლებში. მოხდა გარღვევა ზემოდან, ხო, თითქოს გამოვედით, მაგრამ ისევ დავბრუნდით. დავბრუნდით როგორ? იმპულსურად საკმაოდ ვარდნა იყო, იმპულსური საკმაოდ. შესაბამისად უკვე იმის თქმა, რომ აქედანვე, სადაც იმყოფება ფასი, რომ აქედანვე აღმავალი მოძრაობა გაგრძელდება, ანუ დაღმავალი შეიცვლება აღმავალი მოძრაობით, ცოტა დაადრევია. კი გვაქვს მსხვილი მოცულობები, რომლებმაც ფასის ვარდნა გააჩერეს, მაგრამ ჩემი აზრით ეს უბრალოდ კორექციული მოძრაობაა და შემდეგ ისევ გაგრძელდება ფასის დაშვება. იქამდე სანამ ამ მსხვილი მოცულობითი ზონიდან, რომლის პარგლებია 60-70,000, სანამ ჩვენ არ გამოვალთ, მოდით ვიზუალურად გაჩვენებთ, როგორ გამოსვლას ვგულისხმობ. ერთი წამით. სანამ აი ასე არ გამოვალთ, ხო? აქ გარკვეული კორექცია ხდება. გარკვეული კორექცია, გამოვედით, დავტესტეთ მოცულობითი ზონის ქვედა ზღვარი და გამაგრდა ფასი აქ სიტყვაზე ერთხელ ორჯერ შეიძლება მარტო ერთხელ დატესტოს და ისევ გააგრძელოს დაღმავალი მოძრაობა. სანამ ასეთი ტიპის მოძრაობა არ მოხდება, სრული გამოსვლა ამ მოცულობითი ზონიდან, შესაბამისად არსებობს ჯერ კიდევ ალბათობა იმისა, თუმცა ძალიან მცირეა ამის ალბათობა, რომ შეიძლება ფასმა კიდევ ერთხელ ესეც სრულად გაარღვიოს ამ მოცულობითი ზონის ფარგლები და გააგრძელოს აღმავალი მოძრაობა. შეიძლება მოხდეს ასეთი რამ. სანამ არ გამაგრდება ფასი ქვემოდან, მოცულობითი ზონის ქვემოდან. იქამდე იმის თქმა, რომ საბოლოოდ გამოვედით და всё მიდის ფასი 40-ზე, 45-ზე, ანუ უფრო ქვემოთ, ამის თქმა ნაადრევია. ჯერჯერობით მხოლოდ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა და თუ რამე შეიცვლება, რა თქმა უნდა, გაგაგებინებთ. შევეცდები, რომ უფრო ხშირად გადავიღო მიმოხილვები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, მეგობრებო, ასევე გამოიწერეთ Telegram არხი.
იქ უფრო ხშირად ვდებ მიმოხილვებს და არა მარტო მიმოხილვებს, ზოგად ანალიტიკას, კრიპტობაზრის სხვადასხვა აქტივების და ასე შემდეგ. ვფიქრობ, აქტიური მონაწილეებისთვის კრიპტობაზრის ეს იქნება ძალიან საინტერესო. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.